ზეჩადის დრო გადის და მაინც რატომღაც ისე მე მესმის ეს ხმა მისი სიმღერები მშვიდი და გულწრფელია თავადაც ასეთია მომღერლის შინაგან განწყობას ყველაზე უკეთ მისი სიმღერები გამოხატავს 5 წლის ასაკში უკვე სცენაზე იდგა. დედამ რკინიგზელთა სახლში ლოკალურ ჯგუფში მიიყვანა. რკინიგზელთა სახლის ჯგუფიდან პიონერთა სასახლეში, ნუსა ჯანელიძის ჯგუფში მოხვდა. შემდეგ იყო მესამე თაობის მზიური. აქედან უკვე დაიწყო ცეთი ინტენსიური ურთიერთობა მუსიკასთან, სიმღერასთან და ძალიან საინტერესო შემოქმედებითი გზა მზიურზე ბევრი მოუყვა უკვე ძალიან ბევრი ითქვა და ეს უკვე ყოველთვის მზიურს რომ ახსენებენ იქ უკვე ეს იგივდება რაღაცა ძალიან კარგ ბავშვობასთან სკოლის დამთავრების შემდეგ რამდენიმე მზიურელმა პუშკინის პედაგოგიურ ინსტიტუტში მუსიკა-ფილოლოგიის ფაკულტეტზე ჩაბარება გადაწყვიტა. ყოფილ მზიურელებს სტუდენტურ დღეებზე და ფესტივალებზე გამოსვლა ხშირად უწევდათ. ღერუდის ტრიოში, ოღონდ აი ესე ჯერ სამოყვარულო დონეზე. მე მივხვდით, რომ მოთხოვნილება გაჩნდა ამაზე და ამიტომ რაღაც სერიოზულად დავიწყეთ ამაზე ფიქრი და მუშაობა და სერიოზული რეპერტუარის კეთება. ამ ტრიოს დაერქვა ნატალი, იმიტომ ორი ნატო ვიყავით და სხვა ვერაფერ ვერ მოვიფიქრეთ. პარალელურად ხდება ის, რომ მე მიმიწვიეს ჯაზ კვარტეტ 3+1-ში, რომელიც შეიქმნა უცხოენათა ინსტიტუტში ბატონი კობა კალანდაძის ხელმძღვანელობით. ნატო მეტონიძეს პარალელურად სხვადასხვა კონცერტებში სოლო სიმღერების შესრულება ხშირად უწევდა. ეს მის ცხოვრებაში ყველაზე დაწვრთული და შთამბეჭდავი პერიოდი იყო. სცენაზე გამოსვლის წინ მისი ნერვიულობა გამოცდილებასთან ერთად იზრდებოდა. ასე ნერვიულობდა 5 წლის ასაკში, როცა პატარა მომღერალი სცენაზე უნდა გასულიყო. უფრო გადის დრო, უფრო იმატებს ეს ნერვიულობაც, ამიტომ მე მგონია რომ კიდევ იქით უარესი იქნება. ასე ისე ხდება, რომ ამ ბოლოს არც ისე ხშირად იწერება სიმღერები და მით უმეტეს კარგი, მე გულისხმობ ჩემთვის, მე რომ მომეწონოს ჩემთვის სიმღერა. მე უბრალოდ ძალიან გამიმართლა იმაში, რომ მე შევხვდი ადამიანებს შემოქმედებით ცხოვრებაში, როგორც არის ნიკა მემანიშვილი, დათო დოიაშვილი, რომლებიც რაღაცნაირად სულ ფიქრობენ, რომ ჩემი რეპერტუარი, თქვა, საკონცერტო მოღვაწეობა იყოს საინტერესო და რაღაცით განსხვავებული სხვებისგან. ქალბატონი მარინა ბერიძე, რომელიც ძალიან დიდი გულშემატკივარია ჩემი, მისი მოფიქრებული გახლავთ პროექტი გიაყანჩელის მუსიკა კინოსა და თეატრისათვის. მე ის მუსიკა ვიმღერე, რადგან ალბათ ვერასოდეს ვერ ვიფიქრებდი და ვერც ვიოცნებებდი და ნუ რაღაცა ერთ ბაშად ერთ კონცერტში ძალიან ბევრი კომპოზიცია მოექცა. გიაყანჩელის მუსიკა კინოსა და თეატრისთვის არა მარტო ნატო მეტონიძისთვის, არამედ მთელი შემოქმედებითი ჯგუფისთვის წარმატებული და განსაკუთრებულად საპასუხისმგებლო აღმოჩნდა. მართალია მანამდე ვღეროდი, მაგრამ რაღაცა მუსიკამ თავისი მაინც განსაკუთრებული გააკეთა. როგორი განსაკუთრებული მუსიკაც არის, ისეთი განსაკუთრებული გახადა ჩვენი ცხოვრება. ეს არის მუსიკის ანგები დაიდგა მუსიკის და დრამის თეატრში. დადგა და ნიკა მუსიკალური ხელმძღვანელი გახლავთ მემანიშვილი და ვიმღერე მე. ეს ხო კიდევ ერთ-ერთი საინტერესო ცხოვრებაში ეპიზოდი. ამიტომ რომ მე არასოდეს რომ არ მითამაშია არც კინოში პროექტი იყოს ხო იმიტომ რომ სხვა მუსიკა ეს არ არის ქართული მუსიკა და გადაქართულებული და გადაქართულდა ისე რომ ვერ გამოედავები ვერაფერს საოცარით გაკეთებული ტექსტი ირინა სანიკიძემ გააკეთა დანარჩენი დასი რომელმაც პრინციპში გადამატანინა ის კომპლექსი და დამაძლევინა უფრო სწორედ რომ რაღაცა შევძელი თამაში. არის განსხვავებული მღერი მის მიხედვით, სცენების მიხედვით, თქვა იქ არის სასიყვარულო დუეტი და თქვა კაპიტან ფონტრაპთან თან ურთიერთობი რაღაცა ტექსტი გაქვს. ძალიან სპეციფიურია ეს ყველაფერი. სპეციფიური, იმიტომ რომ
ხანდახან მოძრაობაში გიწევს სიმღერა, ხან დარბიხართ კიბეზე, არ ვიხართ, ჩამოიღო ბავშვებთან ხტუნვა და ისა და რაღაც ერთგვარ ტრენინგიც იყო, იმიტომ რომ ძალიან დამეხმარა სხვათა შორის, ხმა მქონდა ისეთ ფორმაში, როგორც არასდროს. Ну, აი ძალიან იშვიათი გამონაკლისის გარდა თითქმის ყველა ჩემი სიმღერა გონია. თუ ჩემთვის არ არის დაწერილი, ყოველ შემთხვევაში არჩევანი სწორად გაკეთებული მაქვს. ჩემი მსმენელი ძალიან მეშინია კარგი გაგებით. იმიტომ რომ იცი რა, როდესაც შენი მსმენელი შენი კმაყოფილია, მე შემდეგი კონცერტითაც კმაყოფილია, თქვა შენი გულშემატკივარი, ვისაც შენ მოწვან ხარ, ვისაც მოწვან შენი სიმღერა, მერე მოთხოვნა მე ესენი თან მანევიბრებენ ერთის მხრივ, როცა ძალიან მაქებენ, ან იწონებენ, მეორეს მხრივ ეს კიდევ მეტ პასუხისმგებლობას მატებს. მისი ცხოვრება ყველა ეტაპზე თავისი ტკივილებით, სევდით, ბედნიერებით, აღმაფრენით, წარმატებით თუ წარუმატებლობით საინტერესო და გამორჩეული იყო. განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს მის მიერ გადადგმულ თითოეულ ნაბიჯს, რომელიც ნებისმიერ სიტუაციაში აუცილებლად ღირსეული უნდა იყოს. დღემდე ცხოვრებას ამ პრინციპით აგრძელებს. ამ ეტაპზე მის შემოქმედებით ცხოვრებაში სიმშვიდეა. ალბათ იმიტომ, რომ მისთვის ახალი სიმღერა დიდი ხანია აღარ შექმნილა. ამას არ განიცდის, თვლის რომ თავისი პასიურობიდან გამომდინარე ხშირად ჩრდილში ექცევა, თუმცა მეგობრები გაჩერების უფლებას არასდროს აძლევენ. ამჯერად მისთვის რამდენიმე სიმღერა უკვე იწერება, დასახულ გეგმებს კი უახლოეს პერიოდში განახორციელებს. იმედი მაქვს, რომ შემოდგომაზე რაღაცა თავში რაღაცები მწიფდება, მოდის აზრები მოდიან და მე მგონია, რომ რაღაცები საინტერესო შეიძლება გამოვიდეს. ნონც ამას მე მარტო ვერ მოვახერხებ, ისევ ჩემი მეგობრები, ჩემი საყვარელი ადამიანები უნდა ჩაერთონ ამაში, იმიტომ რომ გამოვიდეს კარგი. ჩვენი საუბარი რამდენიმე წუთს გრძელდება. საუბარი ისეთივე მშვიდი და გულწრფელია, როგორც თავად მომღერალი და მისი სიმღერები, რომლებიც დროს უწყებს.